საქმენდილოს ანალიტიკას ბლოგის ბოლო სტუმარი დღეს არის ძალიან საინტერესო თემით IPRC-ის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე, რომელიც ახლა მოკლედ გვეტყვის რა გველოდება ხვალ მუშტაიდის ბაღში 12-დან 8-მდე თბილისის საბავშვო ფესტივალზე და როგორ დაუახლოვდება ამით ქართული ბიზნესი ევროპას. ნინო, გამარჯობა. მადლობა ძალიან საინტერესო ინიციატივისთვის და მოკლედ ველით შენგან დეტალებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც მოგეხსენებათ, საბავშვო ფესტივალი თბილისის საბავშვო ფესტივალის ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, როგორც მოგეხსენებათ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დააწარმოეს საქართველოსთან თანამშრომლობით, ახორციელებს ესეთ პროექტს, რომელსაც ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან ჰქვია. ეს პროექტი უკვე დაახლოებით 2 წელია მიმდინარეობს და ამ პროექტის ფარგლებში დაახლოებით 100 ქართული კომპანია სერვისების სექტორში და ასევე სათამაშოების მწარმოებლები და ასე ვთქვათ, საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებლები იღებენ მონაწილეობას და იღებენ ჩვენგან ტექნიკურ დახმარებას და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში საბავშვო ფესტივალზე ეს კომპანიები იქნებიან წარმოდგენილი თავიანთი პროდუქციით და მოგეხსენებათ, ჩვენ ამ კომპანიებს ხელს უწყობთ თავიანთი ბიზნესების ინტერნაციონალიზაციაში და საექსპორტო, ასე ვთქვათ, მიმართულებით მათ მხარდაჭერაში და ვფიქრობთ, რომ ხვალ ძალიან საინტერესო საბავშვო ფესტივალი იქნება, სადაც სხვადასხვა აქტივობები იქნება დაგეგმილი, მათ შორის საგანმანათლებლო იქნება, ასე ვთქვათ, წიგნის მწარმოებელი კომპანიების და სხვა, ასე ვთქვათ, ძალიან მასშტაბური ღონისძიება იქნება და ძალიან გვიხარია, რომ ამ ინიციატივის, ასე ვთქვათ, ჩვენც რაღაცა ნაწილი ვართ და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ იმ ჩვენ 100 კომპანიას კი არა, ამ შემთხვევაში სათამაშოების და ტანსაცმლის მწარმოებელ საექსპორტო კომპანიებს თავიანთი პოპულარიზაციის არა მარტო უცხოურ ბაზრებზე, არამედ ხვალინდელ შემთხვევაში ქართულ ბაზრებზეც პოპულარიზაციაში, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ და მოგიწოდებთ ხვალ შვილებთან ერთად გვესტუმროთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და გასართობი დღე გელოდებათ, ამიტომ კი, ევროპული დღე გველოდება. ძალიან დიდი მადლობა. 12 საათიდან 8 საათამდე იქნება მუშტაიდის ბაღში, მოგეხსენებათ და ვფიქრობ, რომ კარგად გაერთობიან ჩვენი პატარების სწავლის დაწესების და ასევე ქართული ბიზნესისთვის დამატებითი სტიმული იქნება, რომ მან, ასე ვთქვათ, სტანდარტების დაცვით აწარმოოს ამ შემთხვევაში სათამაშოები და საბავშვო ტანსაცმელი. დიდი მადლობა, ეს იყო ნინო ევგენიძე, ხვალინდელი ფესტივალის შესახებ, სადაც პროექტის ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან გამარჯვებული საბავშვო ტანსაცმლისა და სათამაშოების მწარმოებელი კომპანიები საკუთარ პროდუქციას გამოფენენ და გაკიდიან.